ყოლია. მივმართეთ პრეზიდენტს და პარლამენტს. ეს იყო ორშაბათი იყო 27 სექტემბერი. დიახ, მართლაც. მოგმართავთ თხოვნით, არ დაუშვათ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა, უზრუნველყოთ განათლებისა და მეცნიერების განვითარების ეროვნული ტრადიციებსა და ფასეულებებზე დაფუძნებული კონცეფციის შემუშავება პროფესიონალთა მიერ და მისი საჯარო განხილვა. იმ ანგარიშით, რომ სწორედ ასეთი წესით მიღებულ, შეჯერებულ კონცეფციას დაეფუძნოს მთელი შემდგომი კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ეს იყო მიმართვის ტექსტი პრეზიდენტისადმი და პარლამენტისადმი და ამას ახლდა ის ჩვენი დასახილვის კონკრეტული შედეგები. მე მახსოვს ერთი პუნქტი იყო, რომელიც ძალიან იმას იძლეოდა. გინიშნავდნენ, ესე იგი, არჩეული რექტორი ყავს და გინიშნავდნენ მმართველს, რექტორს. რექტორი არ არის, ერთქვა მმართველი. დიახ. მმართველი, რომელსაც არ არ ქონდა რა. ვინ იყო, შეიძლება ეს ყოფილიყო კომკავშირული გუშაკი ვიღაცა და ასე შემდეგ. აი კომისარი დავარქვათ. კომისარი დავარქვათ მაშინ. მაგრამ მონელები განვითარდა ელვის სისწრაფით. განათლების მინისტრმა, როცა მოისმინა ეს ჩვენი მიმართვა, ეს ძალიან ერწყინათ და პირველი კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა. და მაშინ იმ კომენტარში განათლების მინისტრი საუბრობდა, იხმარა ესე თქვა, ჩვენ ამ უსინდისო და უნამუსო ადამიანებს არ დაუბრუნებთ ფულის შოვნის ამ ხერხს. ის ლაპარაკობდა საბჭოზე რომაია, რომ ეს უსინდისო და უნამუსო ადამიანებმა არ მიიღეს ჩვენი კანონი, იმიტომ რომ ჩვენ ამ კანონით ვართმევთ მას კორუფციის საშუალებას და ასე შემდეგ. და სხვა ტერმინებსაც ხვალობ დახლე ისე უსინდისო ისტორიული. აი ახლა მოგახსენებთ. ეს იყო საოცარი, გადაჭრეს ახლა წარმოიდგინეთ, ვინ მიიღო განხილვაში მონაწილეობა პარლამენტის. აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, მარიამ ლორთქიფანიძე, კობალეიშვილი, ვეგუჯა ხინთიბიძის მაგორდეზიანი და ბევრი ეს მეცნიერები და იყო კონკრეტული საუბარი. სასწრაფოდ შეკრიბეს იმ დღეს ახალგაზრდა მხარდამჭერები და ლიტერატურულ კაფეში საღამო მიყავდა მაშინ განათლების სამინისტროში მუშაობდა ბატონი რატი ამაღლობელი, გიგი თევზაძე, ზაალ სამადაშვილი, ლაშა ბუღაძე, ეს ახალგაზრდები და დარტყმა გააკეთეს ახალგაზრდება პროფესორებზე, რომელთაც არ უნდათ რეფორმა. ჩვენ თურმე რეფორმა არ გვინდოდა. და პირდაპირ ასე ამბობდა ის მაშინ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობდა ბატონი ამაღლობელი, მაშინ რომ არც ერთი კონკრეტული შენიშვნა არ გაუკეთებია პროფესორას, ისე უარყეს კანონი. აი ეს ამბავი მიდის პრეზიდენტთან და მეორე დღეს პირდაპირ ჩართვა კეთდება ცხრუკვეთიდან, ეს იყო მშობლიური სოფელი პრეზიდენტისა, დილის საათებში სამშაბათს 28 სექტემბერს და მაშინ იყო ბატონო პრეზიდენტო, რომ ვიძახა ჩვენ წითელი პროფესორები და რა ვიცი როგორ არ გვალანძღეს მაშინ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ რეფორმას, რომელმაც უნდა გადაარჩინოს. ისე იმ ცხრუკვეთში თქვენ წარმოიდგინეთ, მისი დიდი ბაბუა ნიკუშა წერეთელი იყო და მიშას აქვს ნათქვამი, ბაბუა ჩემი ახლა ალბათ საფლავში გადმოტრიალდება ამას. და მოხდა ასე, ალბათ გადატრიალდა კიდევაც და აი მე აქ თქვა რომ ორშაბათს საბჭოს ხდომა, სამშაბათს პრეზიდენტის რეაქცია, ოთხშაბათს ჩამოყავთ იტალიიდან ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე საგანგებოდ და ხუთშაბათს დაიწერა ბრძანება რუსუდან ლორთქიფანიძე დაინიშნა პრორექტორად. არასკევს მობრძანდა უნივერსიტეტში, ეს არის უკვე 31 ოქტომბერი, პრეზიდენტი და ხელახლა შეიკრიბა საბჭო. ანუ ორშაბათი ძალიან სწრაფად იმუშავა. და აი ამ პარასკევის ხდომაზე განცხადება გააკეთა უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა მეტრაველმა გადადგომასი. რატო? რისთვის? რა მოტივით? არანაირი ამაზე საუბარი არ ყოფილა. და არც დაუნიშნა, მეცე ძალიან საინტერესო დეტალია, ბატონო, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ დაუნიშნავთ. განისაზღვრა ეს არის სექტემბერი, მაგალითად ოქტომბერი, ხო? ეს 31 განისაზღვრა არჩევნების დრო და დეკემბერში უმეტ ჩატარებული იყო არჩევნები და მანამდე ფაქტობრივად რუსული ლორთქიფანიძე მართავს როგორც პრორექტორი.
ეხლა არ დაინიშნა არც ერთი პროექტორი მოვალეობის შემსრულებლად. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. საბჭო არ უნდა შეიკრიბოს. საბჭოს თავი არ აქვს უკვე. საბჭოს თავმჯდომარე აღარ არსებობს და საბჭო ამით გაანეიტრალეს. და მე გასულთ რა ხდება, მე მართება არჩევნები, ადენებს თვალყურს თელი საქართველოს, რადგან რუსუდან მოსწავლეა ერჩიეს. ავირჩიეთ ასე ვთქვათ ჩვენ. ავირჩიეთ რექტორად. ეს არის დეკემბერი და იანვრიდან უკვე მაგრამ ძალაში. უნდა ითქვას ერთი რამ, რომ როცა ხელფასის ფონდი მოუჭრეს უნივერსიტეტს სამეცნიერო ლაბორატორიებს 1500 მეცნიერო უხელფასო დარჩა ქალბატონმა რუსუდანმა არ გაანთავისუფლა ეს ხალხი. არ გაანთავისუფლა. მე საინტერესო რამე აი რა საინტერესო ისა გაგრძელება აქვს ახლა მას. კანონი რო ირღვევა ყველას ხედავთ. რუსუდანის და რესტორატის ხედავს ამას. და იხმარეს ეშმაკობა. მოდი მივცეთ ეს გამოვაცხადოთ კონკურსი იურიდიულ ფაკულტეტზე, იურისტები ნახავენ კონკურსში რომ ეს არის ესე იგი კანონის დარღვევა და აქედან მიმოქმედოთ. მართლა გამოცხადდა კონკურსი იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ იურისტებმა შეიკრეს ტირი, შეუთანხმდნენ, არ ვიცი სამინისტროს არ ვიცი ვის, თქვენ სულ და ჩვენ სულ, ესე იგი არ ამოიღეს ხმა რომ ირღვეოდა კანონი რომელიც მიღებული იყო პარლამენტის მიერ სამაგეროდ თვითონ აირჩიეს ერთმანეთი 13 წევრიდან ეს ცოტა გვიან 12 რა გვიან ეს ნუ მე გვიან მოხდა მართალია მაგრამ მოდი და თქვათ რა მოხდა აირჩიეს ერთმანეთი და გაჩუმდა ესე იგი სულ ერთმანეთი ესე იგი მოხდა საოცრება რომ ჟიურიმ რომელიც მას უნდა ჩაატაროს კონკურსი თავისთავი აირჩია. ანუ კონკურსების გაგიზდა რაღაცა. ძალიან სწორად. ნახარირებდა არც სამინისტრო რომ აქ რაკლის ამხმაოდა არც თვითონ. ჩვენ შევხმენით მაშინ საუნივერსიტეტო დარბაზში. შევედით რექტორთან და უთხარით, რატომ არ ტარდება საბჭოს ხდომა. რატომ ხდება ერთპიროვნულად საკითხი. კი ბატონო, გასაგებია. დალადობა. სულ. რომ სამინისტრომ თქვა რომ საბჭო გაუქმებულია არ არსებობს არანაირი დოკუმენტი. ამ დროს იურისტები გვეუბნებიან რომ წესდება გაძლევს უფლებას შენ იმოქმედო. სანამ წესდება არის, თუ წესდება შეცვლით წესდება ვერ შეცვალეს, მგონი 7 წელს შეიცვალა თუ 8 წელს. ამიტომ უნდა ეხლა ამათ რომ ჩაატარონ ის კონკურსები, რომელზეც თქვენ ვლაპარაკობთ. მაგრამ ეს კონკურსები რომ ჩატარდეს, კანონი ამის უფლებას არ იძლევა. არ იძლევა. კანონში გახსოვთ როგორ არის? მაგრამ მაინც დააწერინეს. კონკურსი არის მეოთხე ეტაპი ამ რეფორმისა გარდამავალ პერიოდში. კი. და ამიტომ აირღვევა, მაგრამ პირველად ჩაატარეს სწორედ იურისტებთან. ეხლა კანონი რა არის? კანონის მიხედვით რომ ჩატარებულიყო ეს კონკურსები და ეს შემცირება, მაშინ ვერ მართავდა ვერც სამინისტრო და ვერც რექტორატი პროცესებს, ისე როგორც მათ უნდათ. გასაგებია. უნივერსიტეტი უნდა დაბრუნებულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონი უნდა აღდგენილიყო და მეორე უნდა ჩატარებულიყო კონკურსები. განათლების კანონით არის ასე. კონკურსი უნდა ჩატარდეს კანონის საფუძველზე და არა გარდამავალ პერიოდში. ჩვენ ახლა კანონი მოუწყვიტეთ პოლიტიკურ სიტუაციას. აბსოლუტურად კანონის გარეშე ხდებოდა ყველაფერი და იმიტომაც ახსენეთ თქვენ იურისტები ბატონო თენგიზ, მაგრამ ფიზიკოსებს ვინ დაგიშალათ საყვედური მაშინ რო გეკითხა და საუნივერსიტეტო დარბაზზე რო დაიწყო მუშაობა მაშინ არ გეტყვით. მაშინ ისიც მივაყოლოთ რომ იყო ხალხი რომელმაც ძალიან სერიოზულად მე როცა ჩვენზე გამოაცხადეს კონკურსი ლორკიბანიძე ერთი წელი რატო ელოდებოდა არა იურისტების და ჩვენ არ ვიყავით საქმის კურსში ველოდებოდი საქმე მე გავიგეთ ეგ ამბავი მაშინ კი არ გაგვიგია ყველაფერი საერთოდ ეხლა სანამ კონკურსები გამოცხადდება მანამდე უქმდება კათედრები იურისტებს არა მოუღიან კონკურსზე და ჩვენ საიდან გავიგებდით იყო რამდენიმე კაცი რომელმაც გამოაცხადა პროტესტი ამის მიმართ ხო მესმის მაგრამ სანამ კონკურსში შეხვალ შენ
მოგასაგებია, ნუ გუსაყვადრო. აგვისტოში ცხადდება კონკურსი იურისტებთან. 2005 წლის აგვისტოდან იანვრიდან როცა კანონი ძალაში შევიდა, აგვისტომდე უამრავი რამ წახდა და გაგუშტა. პირველი რაც გააკეთეს, უნდა მოშალონ სტრუქტურები და მართვა იყოს ერთ ხელში. ამიტომ აუქმებენ